მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრიშოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია სოფო ჯაფარიძე, დამოუკიდებელი პროკავშირების თავმჯდომარე. მადლობა რომ მობრძანდით და დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ჭიათურაზე. სამ დავიწყებდე ამაზე საუბარს, ვიტყვი რომ უცხადებ ესე ვთქვათ სოლიდარობას ჭიათურელებს და უბრალოდ ჩვენამდე არ მოდის სოფო აი სწორი ინფორმაცია რა ხდება იქ. ვიცით ესეთი ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე რომ კომპანია გარკვეულწილად ფინანსური პრობლემების ქვეშ არის, ვერ ყიდის ამას და სწორედ ამიტომაც ესე იგი არ იგდება ხელფასები და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ ხო ისაც არის რომ ამ კომპანიამ რაღაცა ვალდებულებები აიღო. მოკლედ მე რო არ დავიწყო ესეთი ლაპარაკი, რაც არ ვიცი, შენ უფრო ვერ ვკვევი და მოგვიყვევი ზოგადად როგორ დაიწყო ქრონოლოგიურად, როგორ დაიწყო ეს ამბები და ეხლა რა ფაზაშია. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მიხარია რომ აქ ვარ დღეს ვილაპარაკო ჭიათურაზე. ეს დაიწყო 15 თებერვალს ელოდებოდნენ 60% რომ ჩაერიცხათ კომპენსაცია 3 თვე იყო გაჩერებული ნოემბრიდან დაწყებული ჭიათურის კომპანიამ, რომელიც არის ჯორჯა მანგანეზი და მაგისი სხვადასხვა სახელები აქვს კიდე, CMC ქვია ამ შემთხვევაში ჭიათურაში, რომელიც არის ნოემბერში გამოაცხადა რომ ვიხურები ცოტა ხნით, იმიტომ რომ ფასიო დავარდაო მსოფლიო ბაზარზე. ესენი ელოდებოდნენ 1 მარტს დაიწყებდნენ მუშაობას და 60% ხელფასს აიღებდნენ ყოველ თვე, მანამდე სანამ გაიხსნებოდა ეს სამუშაო. 15 თებერვალს არ მიიღეს ხელფასი და უცებ მაშინ გაუჩნდათ ეჭვები რომ რატომ არ გვაქვს ხელფასი. დაიწყეს პატარა აქციების გაკეთება, რომ ვითხოვთ ხელფასს. დაპირებულები იყვნენ. დაპირებული იყვნენ კოლექტიური ხელშეკრულების წერია ყველაფერი. გაფორმებულია იცის კომპანია, იცის სახელმწიფო, ყველა იცის რომ უნდა მიიღოთ ეს კომპენსაცია. მე 1 მარტი გახდა და აღარ დაიწყო მუშაობა. 7 მარტს SMS-ით მიიღეს შეტყობინება რომ მადლობა თანამშრომლობისთვის და ეხლა ხურავთ მაღაროს და ყველა დარჩით უმუშევარი დაახლოებით. წარმოიდგინე რომ 3500 ადამიანი მუშაობს დაახლოებით, როგორც ვიცი, ამ ორი წესია რა იქ მოპოვების, ერთი ღია კარიერის, ერთი მიწის ქვეშ და მიწის ქვეშ არის ყველა ვინც მუშაობს თითქმის, არის უფრო მეტი შრომატევადი არის მიწის ქვეშ მუშაობა, იმას ხურავთო, ღია კარიერებს წოვებთო. იქ არის უფრო ცოტა ხალხი დასაქმებული და ამასთან ერთად უფრო არასტაბილური სამუშაო არის. ესე იგი დაახლოებით, არ ვიცი როგორც მითხრეს, 2500 ადამიანი დაკარგავს სამსახურს. 2500 ადამიანს უკან ხა ის ოჯახებია და მთელი ქალაქი ამაზე დგას. ხერხემალი არის ეს მაღარო მთელი ქალაქის. 8 მარტს მე ავედი ჭიათურაში, მართლა იყო რაღაც საშინელი სცენა, ქალები, ხალხი, კაცები ყველა არიან სკვერში ან მოედანზე იქ და ეს ყვავილებს ხოცი აძლევენ 8 მარტისთვის ქალების დღე და ეს ყვავილები უჭირავთ. არ იციან საერთოდ რა მოხდება, ანუ შეიძლება მოუწევთ წასვლა, დატოვება ქალაქის. ტირის ხალხი ან ძალიან ანერვიულებულია. გამოიხედეთ, ვინმე არის აქ რომ მთელი ქალაქი რო იხურება. ვინმე გააშუქოს ან მოვიდეს მთავრობიდან დაელაპარაკოს ამ ხალხს, აი საერთოდ არავინ არ არის. ერთი მედი არისო მანდ, ერთი წარმომადგენელი, არც კომპანიიდან, არც სახელმწიფოდან, არსაიდან. და მარტო თვითონ იყვნენ და საუბრობდნენ რა ხდება და ითხოვდნენ, თხოვდნენ მთავრობას რომ გეხოცებით ჩაერთო რა ეს ამ საქმეში, იმიტომ რომ ეს კომპანია იმდენად აჩვენ თავისთავად რომ პასუხისმგებლობა და ესე ცოდ ექცევა რომ ანუ ვეღარ იქნებიან ამის მიმედზე და ჭირდებათ რომ სახელმწიფო ჩაერიოს. და მე კიდევ უფრო დიდი აქციებიც გააკეთეს, ესე ნელა როგორც ვამჩნევ მარტო იყო რაღაც 1-2 მემარცხენე news outlets media ვინც აშუქებს ამ თემას საერთოდ ანუ მაინც არავინ არ აჩვენებდა ანუ არც ტელევიზიაში აქცია ქონდათ ეხლა შაბათი იყო ხო მე მგონი სადაც ჩვენ ავედით და სხვაებიც ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო თბილისიდან მაგრამ რაღაც კატეგორია ვიყავით და იქ მოვიდა ხოთი უფრო ეს ონლაინ ჟურნალები რომელიც არის მედია ისინიც მოვიდანაც გააშუქეს ზოგმა ძალიან ცუდად გააშუქა რომ სპეციალურად გააშავეს მაღაროები რომ ესენი რაღაც
ალტინფო იყო ერთ-ერთი ვინც მოვიდა რა სასაუბროთ ან ძალიან ბევრ ადამიანმა ისაუბრა მეც ვიყავი ერთ-ერთი მაგრამ რატომღაც ამოირჩიეს რომ ალტინფო მოვიდა და ესე იგი პრორუსული თავდობრივი რაღაც ორგანიზაცია ამას ხარს უჭერსო და ანუ გაშავება დაიწყეს მაღაროელების და მე იმედმა გააკეთა სიუჟეტი იმის ღამე თუ მეორე დღეს და იქ ცალკე შუქრუთელები შუქრუთი არის ქალაქი სადაც ინგრევა ყველაფერი იქ აქციებია და შიმშილობა და რამდენიმე ბევრი რამე მოხდა და ცალკე გააშავეს შუქრუთელებს დააბრალეს თითქმის მთელი ეს ამ კომპანიის პრობლემები ანუ რეალურად არც ოპოზიცია არც მთავრობა ანუ არც ან და არაშუქებს ან თუ გააშუქა ისიც გააშავა რამენაირად ეს ხალხი მე მაინტერესებს ანუ ადგილობრივი იქნება ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერი არ ვიცით ანუ არის ჩართული მერია აქვთ თვითმმართველობასთან საუბარი იმათ არაფერი დიდად არ იციან პასუხები არ აქვთ აი სუფთა ეხლა ის რო ავიღოთ იურიდიული თვალსაზრისით რა კომპანიას ეთყობა აქვს იმის რაღაცა რესურსი რომ იურიდიული მანიპულაციები განახორციელოს აი იმ კონტრაქტში ალბათ უფრო შეიძლება წუდინება იმ კონტრაქტში ითვალისწინებს თუ არა ესეთ პასუხებს აი გავკოტრდი მე რა ხდება არაფერი არ ხდება საქართველოში ისეთი კანონები გვაქვს თუ გაკოტრდა მხოლოდ შეგიძლია რომ თუ აქვს რამე ქონება ის დაუშვათ დააყადაო და მე მოითხოვო რომ იმითი მაინც კომპენსაცია რომ გადაიხადოს სხვა პასუხისგებლობა კანონით არ გვაქვს თუმცა ეხლა მე არ ვიცი იმიტომ რომ მე მგონი საიდუმლოა მათი ხელშეკრულება მთავრობამ თავიდან 2005 წელს რომ მოვიდა ჯორჯა მანგანეზი რა კონტრაქტი გააფორმეს მე არ ვიცი ანუ არავინ არ იცის რა დეტალები წერია თუ რამე პასუხისგებლობა აქვს იმ ხელშეკრულებაში იმის მერე 2013 წელს გახდა ესეთი ამერიკაში დარეგისტრირებული კომპანია American Alloys და იგი მერე თუ კი შეიცვალა რამე იმ ხელშეკრულებაში არ ვიცით და ეხლა რაც კომპანია არის CMC არ ვიცი საერთოდ თუ არის იურიდიულად დაკავშირებული ჯორჯა მანგანესთან თუმცა ერთი და იგივე კომპანიაა მაგრამ თუ არ არის დაკავშირებული კანონით რო უჩილო დავუშვათ CMC-ს მაგრამ ყველა ქონება ფული ყველაფერი არის სხვა კომპანიაში ჩადებული ვერაფერს ვერ მიაღწევ. ანუ ახალი კომპანია დაარსეს და ის ძველ კომპანიას იურიდიulis ნახეს რა გამოსავალი. და მარტივია საქართველოში სხვათა შორის, იმიტომ რომ იმდენად არ გვაქვს მკაცრი კანონები ამის შესახებ. თვითონ ეს შესწავლილია თუ არა მართლა მოხდა ეს რაღაც ფასების ვარდნა გამოძიებულია თუ არა მართლა ეს სქემა თუ ეს უბრალოდ რაღაცა ვარაუდების დონეზე ვიცით ჩვენ და კომპანიის ოფიციალური განცხადებებით ვიცით ეს ამის შესახებ. ძირითადად ვიცით კომპანიის განცხადების მეშვეობით, თუმცა როგორც ვიცი, იყვნენ ჩართულები შარშან მაღაროელები და მოითხოვეს აუდიტი, რომ ყველა კომპანიაში, რაც მათი კომპანიებია, თქვათ, ბევრი კომპანია არსებობს, მაგრამ რეალურად ეს არ მოხდა, მხოლოდ მე მგონი CMC-ს აუდიტი ჩაატარეს ფინანსური ისიც და რა პასუხია დასკვნა არ ვიცით, არავის არ უნახავს. რეალურად მარტო სახელმწიფოს მთავრობას აქვს ამაზე ცდომა, თუ აქვს ცდომა. რო ვთქვათ, ვიცით ფასები, რა როგორ გააქვთ, რაღაც დეტალები ყველა მიცის, რო შეეკითხო ის რა ღირდა ის ასე შემდეგ, იციან ხოლმე, თუმცა სრული სურათი არავის არ აქვს და ამას სჭირდება ჯერთი ცდომა, რომ შეგეძლოს ამისი ნახვა და უშუალოდ ბუღალტერია ასე შემდეგ და თან უნდა იცოდე, ანუ ინდუსტრიული ფასები და ანუ ექსპერტი უნდა დაიქირავო, რომელიც ამას შეისწავლის. რეალურად მათ პროფკავშირს შეეძლო რომ ეს გაეკეთებინა, თუმცა იმ პროფკავშირმა არ გაუკეთა ეს. ეს რომ პროფკავშირია ეს არის აქ რომ არის GTUC ხო პეტრიაშვილის პროფკავშირი. რეალურად პროფკავშირი საერთოდ ორი კვირა არ გამოდიოდა კონტაქტზე. ხალხი არ უნახავს საერთოდ გაქრა. მარტო თვითონ ვინც არიან ის მაღაროელები, არიან პროფკავშირის წევრები, მაგრამ არ არიან ოფიციალური პოზიციაზე პროფკავშირებში, პროფკავშირები არ გამოვიდა კონტაქტზე, ამათ რეალურად აღარც უნდა და პროფკავშირში ყოფნა, იმიტომ რომ ესე თუ შეიძლება დაიკარგო. ამასთან ერთად იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ ბოლომდე არ აპირებდა დაუშვათ პროფკავშირი, რომ ბოლომდე დაიცვას ეს ხალხი, ანუ დაიქირავოს ექსპერტები დაუშვათ, ეკონომისტები, ანუ შეეძლო
ამ ხრივ ბევრი რამის გაკეთება. როგორც ჩანს, ახლა მე უნდა ვენდო ყველა სიტყვას, იმიტომ რომ მე არ ვიცი ზუსტად ყველა დეტალი არ მაგავლილი. არ გაუკეთებიათ ეს. როგორც კი რაღაცა მიიღეს კოლექტივი ხელშეკრულება, ყველა გადმოიყვანეს თავის პროფკავშირში, იმიტომ რომ მაშინ იყო 3 პროფკავშირი და მე ამათი გაერთიანება მოხდა. საწევროც რაც აიღეს, ამათ არ უნახავთ. ეხლა ქველმოქმედებით აკეთებენ ყველაფერს, თუმცა საწევრო იქნებოდა საკმაოდ დიდი თანხა დაგროვილი, რომ შეეძლოთ რომ რაღაც ქველმოქმედება მაქედან გაეცათ ან რაღაც აქციებისთვის თუ ბენზინის ფული თუ რაღაცა ქონოდათ. ანუ ეს არაფერი არ უნახავთ. პასუხისმგებლობა მაინტერესებს, ანუ პროფკავშირს აქვს თუ არა ვალდებულება მაგალითად, რომ ესეც აკითხების დროს იყოს საჯარო, ანუ მოთხოვო საჯაროობა. თუ ეს მისნებაზე არის. საჯაროობა რას გულისხმობს? ანუ ეს ინფორმაციები, რაც მას აქვს, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აღელვებთ ახლა ხალხს რაც აღელვებს. ის გახადონ საჯარო და არ იყოს ესე იგი ჩაკეტილი, ესე ვთქვათ რა. თუ წვდომა აქვს. თუ ხარ პროფკავშირის წევრი, წესით გეკუთვნის, რაც შეიძლება ყველაფერი მოითხოვო. შეიძლება არ იყოს საჯარო, რა თანხები აქვს, როგორი ხარჯება, ასე შემდეგ. მაგრამ თუ ხარ პროფკავშირის წევრი, იმის უფლება უნდა გქონდეს წესით. ანუ კარგი პროფკავშირი ესეთი არის. კანონმდებლობით აქვს, ანუ პროფკავშირს არ ვიცი თუ აქვს კანონმდებლობით. რეალურად თვითონ უნდა გქონდეს, არ ვიცი თუ არეგულირებს ეს კანონი, თუ თვითონ უნდა დაარეგულიროს თვითონ, ხო. მაგას ვერ გეტყვიან, ჩვენ პროფკავშირს ყველას აქვს, ყველა ნებისმიერ წევრს შეუძლია რომ მოითხოვოს ყველანაირი ჩვენი ფინანსური ხარჯები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი რომ მე ამერიკაშიც რომ მუშაობდი პროფკავშირში, იქაც შეიძლებოდა ამის გაკეთება, ჯერ საჯარო იყო იქ, არა მხოლოდ წევრისთვის, ყველასთვის იყო საჯარო, ყველაფერი იწერებოდა, რომ კანონები აქვს მკაცრი ძალიან პროფკავშირის შესახებ. საწევრო იწერება, ხელფასი რამდენი აიღე, როგორ დახარჯე, ყველაფერი საჯარო. აქ როგორც ვიცი, როცა მოითხოვეს თვითონ წევრებმა, არ მიცეს, არ იციან ზუსტად რა. როგორი ფინანსური სიტუაცია තියෙනවා პროფკავშირებში, რატომ არ აქვთ ეს ადგილობრივი პროფკავშირებისთვის თანხა. მე როგორც ვიცი, მითხრეს რომ მე მგონი ისე უწერიათ რაღაც წესდება რომ აქვთ, რომ არ აქვთ არანაირი უფლება რომ მოითხოვან რაღაც თანხები. ან თუ დარჩეს ადგილობრივი პროფკავშირის, იმიტომ რომ იქ არის ადგილობრივი, მე რაღაც დარგის პროფკავშირი და მე ცენტრალური, რა მთელი იერარქია არის იქ. როგორც იცი, ყველაფერი ეს ცენტრალურში მიდის ყველაფერი და მე ცენტრალურ ანაწილებს როგორც უნდა. და 3500 ადამიანი მეგონი უმეტესობა იყო პროფკავშირის წევრი. ყოველთვე 1% იხდიდნენ. წლები გავიდა. და არის ესეთი ახლა შენ დღესაც იყავი, ესე იგი ჭიათურაში და ნუ ალბათ ელაპარაკე იქ ადამიანებს. არის ესეთი ადამიანები, რომლებმაც მოითხოვეს ეს ინფორმაცია. კი, არს როგორ არა. ასე ვიცი. რა პასუხს იღებენ? როგორც მითხრეს, ეხა ყველა ავად არის, ანუ რაღაც რომ მოთხოვეს, რაღაც ეხა მე არ მცალი ავად ვარ და ესე რაღაც გადაგორების ის მოხდა რაღაც სქემები, რომ ეხა არ მცალია ვერ დაგელაპარაკები, გადადგა მათი ადგილობრივი თავმჯდომარე გადადგა რამდენი არ ვიცი რამდენი კვირის წინ თუ შეთვების წინ და ანუ რეალურად ადგილობრივ დონეზე არავინ არ ცემს პასუხს. ახლა არ ამგონია თუ აქ ჩამოვიდნენ და დაადგნენ ამ დელისზე, რომ ეხავე მოგთხოვე პასუხი, ანუ გაგვეცი პასუხი, მაგრამ იქ სადაც ეცადეს და დარეკვა და ასე შემდეგ, იქ არაფერი არ მიიღეს, ანუ არავინ არ უპასუხა რეალურად. და ანუ ეხლა ვხედავ კიდევ რაც ხო არის რაღაც Facebook კომენტარებიც და კენკლაობას და რაღაც დებატები, რომ რეალურად არაფერი არ აქვს დაღებული იქიდან, რომელიც დაეხმარება ეხლა ამ სიტუაციას. და ბოლოს ეხლა გამოვიდა, რამდენიმე დღეა და გუშინ იყო გადაცემაში პეტრიაშვილი. და იქ აიღო, ანუ რომ მე ვმართავ დაახლოებით ამ სიტუაციას, რომ სამხრივ კომისია ახსენო, სადაც ჩვენ არ ვართ, არავის არ უშუალებს სამხრივ კომისიაში, მარტო თვითონ რო იყოს, რომელიც რეალურად სხვა ქვეყნებში ესე არ ხდება, უნდა იყოს რამდენი პროფკავშირიც არსებობს, იმდენი უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება. აქეთ მაღაროები გააშავა, რადიკალურად უწოდა, რომ ნაციონალიზაციას ვითხოვენ, ნამგალი და ურეო რაღაც საბჭო კავშირი ცუდიაო. და აქეთ ველური კაპიტალიზმი ცუდია, როგორც ჯორჯა მენგენის აკეთებსო რა და რაღაც მე ვარ, ვინც
შუა იმას რაღაც თავისი ინტერესები აქვს ხო ცენტრისტულ იმას გთავაზობ და რეალურად ეხა ყველა მაგას ამბობს რომ დიდი ხანია რომ ყოველთვის იყო ეგ პროფკავშირი შეკრული ან რაღაცა თანხმობები ან ამის უკან ხდება ხოლმე რაღაც მოლაპარაკება გარიგება მე მინახავს პირადად როგორ ხდებოდა ზუსტად ამ კომპანიისგან გარიგება ადგილობრივების გარეშე ანუ ზუსტად მაგ ჩემი თვალით ნანახი ამიტომ შემიძლია ვთქვა ეს დარწმუნებული არ იყვნენ ადგილობრივი პროფკავშირი ჭიათურიდან ჩართული რამდენიმე წლის წინ აქ რომ მუშაობდი ესე იგი როგორც ხედავ რომ ამდენი ხანი მარტო იბრძვიან ესე ხალხს მოაქვს კარტოფილი, რაღაც მაკარონი, ასე შემდეგ გადაარჩინოს. ეს სამი თვე წარმოუდგენელია. ხელფასს არ იღებს და მაგას გიხსნა, ქველმოქმედი, აი ყველა მართლა მთელი ქალაქი, რესტორნები ისა საჭმელს აძლევენ, ვიღაცებს ამოაქვთ ყუთები, კარტოფილით და ასე შემდეგ. ეხა ერთი პატარა ბენზინკალკა მითხრა რომ ის რაღაც უფრო იაფად მოგცემ ბენზინსო და აი ესე მე ვიღაცებს თუ აქვთ რაღაცა 20 ლარი 5 ლარი უიცხავენ და აი ესე არის მათი გადარჩენა ბოლო რაღაც 2 თვე არ აქვთ ხელფასი დაახლოებით აღებული და მანამდე 60%-ს ამასთან ყველას აქვს ბანკის ვალი და ყოველ დღე ემატებათ პროცენტი ასე რომ არ იხდიან ემატებათ ეს ისენი და ემატებათ და იმდენად გაეზარდათ ეს გადასახადი რომ ხელფასიც ახლა რო აიღონ და კომპენსაცია ითხოვენ რომ ის 60% ჩაერიცხოს და სხვა კომპენსაციას რო გადარჩნენ არ ვერც დაფარავს მათ ვალებს იმდენად გაიზარდა ან საჭმლის ფულით შეიძლება არ დარჩოთ რომ გადაიხადონ ბანკის ვალი ეხლა ამასთან ერთად სახელმწიფო მე რაც ჩვენ ვითხოვთ მთავრობა რომ ბანკის ვალებიც უნდა რამენარი შეუმციროს ან პროცენტები რომ გაყინოს ან და ჩამოწეროს რამე უნდა ისეთი მოხდეს და მე მინახავს რომ ეს შეუძლია იმიტომ თავამ ჩამოწერა ერთხელ ვალები მე კარგად მახსოვს არჩევნების წინ იყო რამდენიმე წლის წინ და ამასთან ერთად ხელფასები გადაუხადონ რაც ეკუთვნით სახელმწიფო იყოს ეს სახელმწიფო უნდა ჩაერიოს როგორ გააკეთებს თვითონ და მოაგოროს ხო მე რა ვიცი რა ჯორჯა მენგენის რამდენი ფული აქვს ხო ანუ მე თუ არ მაქვს თომა ხო სახელმწიფოს ხო აქვს ხო უნდა მოთხოვოს რაღაცა ხო აქვს ხელშეკრულება გადახედონ მოდით დავუშვოთ რომ სახელმწიფომ გადაიხადა ეს კომპენსაცია ერთჯერადად ხელფასების მიცა მე რა ხდება ანუ კომპანია ჩერდება ეს ადამიანები 3500 ადამიანი ახსენეს იგი კიდე მათ უკან ოჯახები არის უნდა დატოვონ ჭიათურა ანუ რა ხდება ამის არა უნდა თავარი მოთხოვნა უნდა მაღარო მუშაობდეს სხვანაირად მართლა დაიხუროს და ეხლა ჩემთვის ძალიან გაუგებარი იქნება რომ სახელმწიფომ ეხლა რომ თხასო დავხუროთ ჭიათურა მთლიანად იმიტომ რომ თუ ერთი საწარმოა დაახლოებით და ყველაფერი ახლა არის მაღარო ამ მაღაროს გარშემო არის მე ეს გასაგებია მაგრამ როგორ მაღაზია არის შეკითხვა ანუ კომპანია შეიძლება ანუ ხონდა ჩაატარონ რაღაც კვლევები აქვს მართლა დარჩა ანუ შეიძლება რომ იყოს ღია ეს რა ქვია მიწის ქვეშ მოპოვება უნდა გაგრძელდეს არის მარაგი მე ღია კარიერის წესი უნდათ რომ დატოვონ ღია კარიერები უფრო მომგებიანია კომპანიისთვის და იმის დატოვება უნდათ ეს ნიშნავს რომ ყველგან სადაც არის მთელ ჭიათურის მასშტაბზე სხვა სოფლები სადაც არის ყველგან შევეთ რომ ამოთხარონ და ანუ ამოიღონ ეს რა ქვია ეძლეული ანუ ნიშნავს რომ რაღაცა არის რაღაცა მომგებიანია უფრო რა თვითონ და როცა კი შეიძლება რაღაცა არ არის მაგრამ მომგებიანი რას ნიშნავს შეიძლება რომ ჯორჯა მენგენის მომგებიანი არ იყოს რაღაცა მარჟა იყოს დაბალი ან რა ვიცი ვერ გეტყვი რომ არ ვიცი მაგის ყველა მთელ ბიზნესებს ხომ შეხედო რაღაც ერთ იმათ სურათი უნდა შექმნა ხო ვერ იტყვი რომ მარტო ჭიათურაში არ არის მომგე აქ ჭიათურას გარეთ არის მე კი რო გაგაკ მაშინ ზესტაფონში რომ იგა კიდე სხვა თანხა იმიტომ ზესტაფონშიც მიდის ეს ხო იქ რეცხავენ მე გადის ბაზარზე ანუ რეალურად არ ვიცით როგორ მუშაობს ეს მთელი კომპანია და სად არის თანხა ამასთან ერთად შეფასება მოხდეს სწორი, რომ არსებობს შესაძლებლობა რომ ღია იყოს, მოგებას რო ამბობ, რას ნიშნავს რეალურად, ხო? იმიტომ რომ მოგებას სახელმწიფო თუ აიღებს და მე ვფიქრობ რომ ნაციონალიზმი უნდა მოხდეს, ახლა რამდენად გააკეთებს ახლა ცნება ძალიან გამიკვირდება, მაგრამ მოგება არ არის მნიშვნელოვანი მანდ. იმიტომ რომ იქ არის ხარჯები უნდა დაფარო რეალურად, მეტი არაფერი. მოგება არის რაც რჩება ამისი მეტი რომ მე ან და
გაუგზავნო ინვესტორებს დივიდენდებად, ან და სხვა ბიზნესებში ჩადო, ხო, ეს არის მოგების წესით ფუნქცია. ან ვერ გეტყვი ვერაფერს, არ ვიცით ესეთ დეტალურად თუ არ შეიქმნება რამე კომისია ან რაღაცა, რომელიც შეგვიძლია ამ თვითონ მაღაროებიც იყო ჩართული და შეიძლება რა ვიცი, სხვა ეკონომისტებიც ან ასე შემდეგ, რომელიც კარგად შეისწავლის სახელმწიფოსთან ერთად ამ სიტუაციას და როგორ შექმნის გეგმას, როგორ უნდა იყოს ეს მაღარო ღია, რომ გადარჩეს ქალაქი. თუ ამბობ, რომ იცი რა მოიწურა და ეხლა შე უნდა დაიხუროს, თუ იცოდი აქამდე რომ მართლა აღარ არის მარაგი და იხურება ქალაქი, რატო ეტყვი ამას 7 მარტს როგორია ეტაპობრივად უნდა გაეკეთებინა ხო, ანუ ეს ხო უნდა 10 წლის წინ დაგეწყო, ანუ არ იცოდი რომ დავშოთ 10 წელიწადში 5 წელიწადში რო აღარ გექნებოდა. ხო, უცნაურია. ეხლა რომ ამბობ რომ იცი რა სხვა რაღაც ბიზნესებიც ავაშენოთ და ტურიზმი ან ეს არის სიგიჟე ხალხის. გასაგები, ანუ მარტივად რო ვთქვათ, შენ თუ იცოდი რომ იწურებოდა მარაგები, უნდა გაეკეთებინა რაღაც აწლიანი რაღაცა ესეთი. კი, გეგმა, სადაც გექნებოდა. ნელა მოხდებოდა ამის უმტკივნეულოდ რაღაცნაირად ზუსტად გადასვლა. ეხლა უცბად რო ხდება 3500 კაცზე, ეს ერთი მხრივ მტკივნეულია და მეორე მხრივ სახელმწიფო სოციალურ რაღაცა პრობლემებს უქმნის, სერიოზულ სოციალურ პრობლემებს უქმნის. მაგრამ ეხლა შენ ახსენე ნაციონალიზაცია და ერთი ესეთი ისა, ანუ ეს ხო უშუალოდ არ არის მარტო ჭიათურის რაღაც პრობლემა. ეს არის გარკვეულწილად შენ ეხლა მოითხოვ, რომ თქვენ ადამ მრავლობიჩი ვისაუბრებთ, მოითხოვთ რაღაცნაირად რომ სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე. იმ დროს მეგონი ჩვენ კანონებში ეგრე არ არის, ხო? არ იღებს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს იმის უფლება, რომ კი ხელახალი ის კონკურსი თუ ისა გამოაცხადოს და ახალი ინვესტორი შემოიყვანოს. ამის უფლება აქვს. ამას არ ეთხოვთ თქვენ, რომ ახალი ინვესტორს არ ეთხოვთ. ახლა მე ვერ გეტყვი ზუსტად თუ შეიცვლება მაღაროელების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ან და მთავრობა თუ შემოთავაზებს ამას, რომ შეიძლება სხვა ინვესტორი მოვიყვანო და ასე შემდეგ, ვერ გეტყვი. მე ფიქრობ, რომ ნაციონალიზაცია საჭიროა, იმიტომ რომ თუ არ არის სხვა ინვესტორისთვის მომგებიანი, რომ ვთქვათ ესე იყოს და როგორც ვნახეთ ან მაღარო, აი სადაც არის ზოგადად მოპოვება, ეს მაღაროები, შახტები, ეგ არის ძალიან ცუდი პირობები. იმიტომ რომ ჯერთიც უსაფრთხოების წესები არ არის დაცული, საშინელი რაღაცები ხდებოდა აქ წლების წინ თუ გახსოვს შახტაში აფეთქებები იყო ტყიბულში, ხალხი იღუპებოდა ასე შემდეგ. ან ძალიან საშიში სამუშაოა. ამასთან ერთად მონოინდუსტრიული ქალაქი არის, რომელიც ნიშნავს, რომ ერთ ინდუსტრიაზე არის ჩამოკიდებული. იმდენად ძალაუფლება კომპანიას, რომ მართავს კიდევაც ადგილობრივ პოლიტიკასაც. ხო ხედავ როგორი მნიშვნელოვანი ერთი დაიხურა, ან ჩემთვის სტრატეგიული არ არის, როგორ შეიძლება რომ მიცე ვიღაცა ინვესტორს ესეთი ამდენი ეს თქო ძალაუფლება, რომ შეეძლოს მთელი ქალაქის გაკონტროლება, არ დაიცვას და როგორც ხედავთ რაც არის მე რაც 10 წელი ვარ ჩამოსული უკან დავბრუნდი 10 წელი არის მან გაფიცვები გინდა, რაღაც შიმშილობა გინდა, ან სულ რაღაცა პრობლემა არის. და მე წააგეს კიდევაც თვითონ კომპანია გარემოს დაბინძურების წყალი და რაღაც ჰაერი, მე მგონი არც გადაიხადეს ეგ თანხა, არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვი. სულ არის პრობლემები. აკონტროლებენ არა მხოლოდ ჭიათურას, მაგრამ სხვა სოფლებს. ყველგან არის გადათხრილი, აი რაღაც აპოკალიფტური სცენებია. ყველგან, აი მიწა არის გადათხრილი სახლები არის. ვარდება ესე მიწაში, ან საშინელება არის, ხო? ვიდეოები ვნახეთ სახლების სადაც ვარდება. ესე სიტუაცია არის და ხო ამაში გინდა რომ ანუ არ ვიცი. არა მე რაზე ვსაუბრობ, გამოსავალზე ვსაუბრობ, ანუ ერთი არის რომ შენ მოითხოვ რაღაც იურიდიულად რომ შენ კანონის შენსკენ არის და მეორე როდესაც შენ მოითხოვ სისტემის ცვლილებას. ხო. ეგ ორი სხვადასხვა მოთხოვნა არის ამ შემთხვევაში. შეიძლება ერთი მოთხოვნა იყოს თუ გადავხედავთ
თუ გინდა რაღაც გაკეთება და ნახეთ კიდევაც როცა ოცნებას უნდა რაღაც გაკეთება, კანონები შეცვალეს. ხო? ანუ ესე არ არის რომ კანონი რაღაც ღმერთმა მოგცვა და ვეღარ შევცვლით. როცა საჭიროა, შეგიძლია მიიღო ისეთი კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს შენ პოლიტიკას. გვინახავს რომ გაკეთებულია ყველა თავრობას შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ ეხლა თუ გეშინია რომ ინვესტორები სტუდენტებზე იყო, მოდი ესაც ვთქვათ, ეს იყო კონკრეტულად სტუდენტებზე იყო, ეს როდესაც ჩამოაწერეს ეს დავალიანებები და ესეთი რაღაც უფრო სოციალური ერთჯერადი დახმარების აქტი იყო, ეგ ვიდრე ის რასაც ახლა თქვენ ითხოვთ. თქვენ ითხოვთ რაღაც მაშინ და ჩამოყალიბდეს კონკრეტული სამინისტრო, რა ვიცი, წარმოების სამინისტრო, ინდუსტრიის სამინისტრო, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მის მართვას, გამგეობას. ადრე თუ გვიან მაინც უნდა გააკეთოს. თუ არ გინდა მე ჩემთვის ესეთი განვითარების მოდელი, ანუ ხედავთ რომ არის შეზღუდული, ხო? ზოგადად რო ვისაუბროთ. ან საბოლოო მიზანში მე მოხვევი. მე გავურო ამ კონკრეტულად ჩვენ ისტორიულ პერიოდში, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე, საზოგადოების აზროვნებიდან გამომდინარე, ეს ახლა რამდენად მიღწევადია. ან როგორც მოთხოვნა, პოლიტიკური მოთხოვნა, მაგის თქმა მინდა. მე არ ვიცი, ყველაფერი დამოკიდებულია თუ ინვესტორებს ვერ იპოვეს, თუ მიხვდნენ თვითონ რომ უნდა რაღაცა შეცვალონ, თუ წნეხი არის ისეთი ძლიერი რომ მოუწევთ. ანუ ბევრ რამეს ფაქტორზე არის დამოკიდებული. ეხლა რომ არანაირი წნეხი რო არ იგრძნო და ინვესტორი იპოვო, ამას ნაციონალს არ აირჩევ. მაგრამ თუ ვერ იპოვე და წნეხიც გაიზარდა და მივხვდი რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და შეიძლება კიდევ სხვა ხალხიც ყავდეს შიგნით თავრობაში რომ მეც ფიქრობს ვიცი რა, მოდით სხვანაირად დავიწყოთ ფიქრი ამაზე, შევსვალოთ რაღაცეები. მაშინ კი გამოვა. ამ დამოკიდებული იქნება რამდენად თუ რადგან თვითონ არ აქვს ეს იდეოლოგია, ხო? ანუ ესენი არიან პროინვესტორი, ოღონდ შემოვიდეს FDI და ასე შემდეგ. უნდა ისეთი კრიზისული სიტუაცია შეიქმნას მათთვის, ანუ ის რომ გამოსავალი რომ ვერ იპოვონ, მოუწიოთ ამის გაკეთება. თუ ეს არ მოხდება, ყოველთვის აირჩევენ უფრო მარტივ გზას. ეს თუ იპოვეს სხვა ინვესტორი, ვინც ჩამოვა, მაშინ იმას აირჩევენ რეალურად. ან ვერ გეტყვი მაგას. ჩემი მოთხოვნა მაინც დგას, იმიტომ რომ მე ვიცი რომ სულ ესეთი პრობლემები დგას საქართველოში, ან რამდენი მინახავს, ხო? ეს ეხლა უფრო დიდ მასშტაბზე, იმიტომ რომ მთელი ქალაქი შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მინახავს რომ ჩამოვიდა ინვესტორი, ამუშავა ქართველები ხალფასები არ გადაუხადა, მე დაგაზავთ, გაიქცა ქვეყნიდან. ეს ბევრი მაგალითი მინახავს, ესეთი, ანუ რამდენი ხანი და სუბსიდირება მიცეს, ანუ თვითონ თავრობა, ანუ როგორ რაღაცა უნდა მიხვდე, რომ ესე აღარ მუშაობს, ხო? ანუ შენაბა უკვე არსებობს იმის გამოცდილება, რომ ინვესტორმა მოიტანა მთელი რიგი ზიანი და სახელმწიფოს მაინც მოუწია სუბსიდირება და საკუთარ თავზე აღება. სოციალური დახმარება, ხა რამდენი ადამიანს მოუწევს, მან სოციალური დახმარება უკვე, როგორც ვიცი, მე მგონი თქვენ 12000 ადამიანი უკვე იღებსო. ესე იგი ნიშნავს, რომ კიდე ბიუჯეტს უნდა დააწოს თუ ეს ხალხი, ანუ თუ ამ ხალხმა 12000 ადამიანი? როგორც ვიცი, შეიძლება მეშავე, მე მგონი 12 მახსოვს, ეხლაც დავწერე, მაგრამ ხანდახან არ მახსოვს ხოლმე ზუსტი ციფრები. ანუ წარმოიდგინე, ხო, მაინც მოუწევთ რამ თავრობა მაინც იხდის ფულს, როგორც ჩანს, ხო? მაგრამ რატო ურჩევნია ყოველთვის რომ გადაიხადოს სოციალური დახმარებით ან რაღაცა თვითონ ერთჯერადი დახმარებას რო გზავნის ხომ? ანუ სულ ხედავ, რომ სახელმწიფო მოდის და ანუ რაღაცა ინვესტორის გაფუჭებული რაღაცა აწმენთ, ხო? ანუ სულ ამას ხედავ, ანუ ხო უნდა მივხვდე რომ არ არის შეიძლება რომ რენკინგი რომ Heritage Foundation თუ რაღაცა რომ იმას გიკეთებს რომ free business-ის კეთების თავისუფლება. და იმის თუ გეშინია რომ ის და ერთი ხო იცი point ჩამოვარდები, არ ვიცი, ეგ არ უნდა იყოს თავარი წამყვანი შენი რაღაც სახელმწიფოს გაგება და მე შემიძლია თქვა რომ ეხლა ხო გვაქვს მაგალითი რომ როცა მთავრობა მიგზნო რაღაც ევროპა და ამერიკა ცდილობდა რომ ჩაითრიოს რაღაც ომში, რომ ჩაერიოს არჩევნებში, ნახეთ რომ ძალიან გამბედავები გახდნენ, შეეძლო თავის პოზიციით დაჭერა, მიუხედავად რომ სანქციები ემუქრებოდათ და მიიღეს კიდევაც, ხო, რომ ფულიც აღარ შემოიტანეს, ძალიან ამაყად თქვენს არ გვინდაო. ხო, ანუ უარს ვამბობ თქვენ ფულზეცო, თუ ნიშნავს სუვერენიტეტის ამის დაკარგვა, ხო? ანუ ხო ხედავთ, როცა მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რომ გაბედეს და გამბედავებიც ყოფილან. ანუ
თუ შეუძლიათ რომ დაიცვან თავიანთი პოზიცია და გადაარჩინონ და უშოთ ხო რომ ავიღოთ მათი ნარატივი რომ გადაარჩინეს ქვეყანა მაშინ გადარჩენა ხო მარტო ომისგან არ არის ანუ შიმშილოსგან გადაარჩინა ქვეყანა და სოციალურად უნდა გადაარჩინა სუვერენიტეტი მარტომ არ არის რომ რაღაცა US embassy აღარ დაგიწერს იმებს რომ პოსტებს Facebook-ზე და არ დაგაშანტაჟებს სანქციებით ხო არის კიდე ამასთან ერთად ეკონომიკური სუვერენიტეტი ხო არის სოციალური ანუ ბევრი რამე და მე შეიძლება ანუ მე ვერ ვხედავ რომ ძალიან ბევრს ვითხოვ ანუ ვამბობ იმიტომ რომ 2 წლის წინ მეც არ მეგონა რომ ეს რაღაცებს გააკეთა მთავრობა რომ ეს დაუდგებოდა დაიცავდა თავის პოზიციას ევროკავშირის და ამერიკის წინააღმდეგ ესეც რომ გეთქვა 3 წლის წინ ყველა იტყო და ეხა რეებს ითხოვ რა ანუ გიჟი ხო არ ხარ ამას არასდროს არ გააკეთებს მთავრობა იმდენად ეშინია რაღაც ამერიკის და ევროპის და ასე შემდეგ იტყოდი რომ არ არის ეგრე ძალიან სწორად აღნიშნე მეც სწორად მაგაზრდზე ვარ რომ ეხლა როდესაც უკვე სუვერენიტეტის იდეის გააზრება მოდის, ну პირველ ეტაპზე ეხლა პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხი გააქტიურდა და მას აუცილებლად ყოველშემთხვევაში შანსი გაჩნდა, რომ ეკონომიკური სუვერენიტეტზეც ვიფიქროთ. ზუსტად. მაგრამ აი სამწუხარო მომენტი რა არის ის რაც მაწუხებს. ამაზე უნდა საუბრობდნენ ცოტა ინტელექტუალი ადამიანები აკადემიურ სივრცეებიდან. ჩვენ აკადემიურ სივრცეებიდან ახლა მე არ ვამბობ რამოდენიმე მემარცხენე ჯგუფს, ზოგადად არ გვესმის არა მარტო განხილვა, არამედ პირიქით პროინვესტორულ პოზიციებზე დგანან ადამიანები და რაღაცნაირად ისეთ რწმენებს ქმნიან, რომლებიც აი ახალისებს ესეთ პოლიტიკებს. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რომ ესეთი ადამიანები ძალიან წახალისებული იყვნენ სულ ახლახანს, რა ვიცი, რადიო თავისუფლება იქნებოდა USAID იქნებოდა თუ სხვა ესეთი ორგანიზაციები და თუ მედია საშუალებები, ხო? სწორედ ესეთი ინტელექტუალები შეგვიქმნეს რეალურად, რომლებიც არ ახალისებდნენ ეკონომიკურ, ესე იგი, სუვერენიტეტს. აი, შენი წარმოდგენით, როგორ უნდა მოხდეს ეს გარდატეხა? აი, რა უნდა გავაკეთოთ თვითონმა ჩვენთაგანმა? მე შეიძლება ჩემი სფეროდან, შენი სფეროდან, კიდე სხვაებმა თავის სფეროდან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს საკითხი აქტუალური ვაქციოთ და რაღაცნაირად შევცვალოთ რა ერთმანა წარმოდგენები. კი, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. როგორც არის ჩამოყალიბებული საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დაახლოებით ერთ და იგივე სიტუაცია არის. რადგან გაიმარჯვა რაღაც კაპიტალიზმმა, დასავლურ კაპიტალიზმმა, ეს ბოლო რაღაც 30 წელიწადი, თუ აქამდეც კიდე იყო სხვა ქვეყნებში, ლატინ ამერიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე მათთვის. ანუ ნეოლიბერალიზმზე შევცავლოთ, მაგრამ ნეოლიბერალიზმზე რა არის განსხვავება სხვა ლიბერალიზმთან ან სხვებთან შორის, რომ ეს ამბობს, რომ სოციალური ეკონომიკური პოლიტიკა არ არის პოლიტიკა. ამოვიღოთ მთლიანად, პოლიტიკა არის მხოლოდ არჩევნები, პოლიტიკა არის რაღაც სამოქალაქო უფლებები და ასე შემდეგ. ანუ არ ითვლება შრომელების პრობლემები, ეს ის ინვესტორის საკითხი ნაციონალურად თუ არა, საერთოდ ამოიღეს დღის წესრიგიდან. ანუ ყველაფერი რაც არის ჩვენი რაღაც ფონდები გინდა, ფული როგორ შემოდის, უნივერსიტეტები როგორ ჩამოყალიბდა ეს libertarian რაღაც ისენი იდეებით, ხო, ლიბერტარიანული იდეებით, ნეოლიბერალური იდეები, რომ დაახლოებით ერთ და იგივე ოღონდ უფრო რადიკალური ფლანგი. ის ამბობს, რომ არ არის ეს ეკონომიკის ნაწილი, ეს კოლექტიური ჩარევა ბაზარში არის აკრძალული. ანუ არ შეიძლება. ბაზარი არსებობს, რომ სუვერენიტეტი მარტო ბაზარს, ესე ვთქვათ, სუვერენიტეტი ბაზარს, ჩვენ ყველანი ვართ ზედმეტი და ისეთი უფლები უნდა გავაძლიეროთ საქართველოში, რომელიც არ დაარღვევს ბაზრის სუვერენიტეტობას. ხდები? მაგრამ ის სხვა კომპანიები ხო ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიები. საქართველოში ხო იყო სხვა ქვეყნის, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია იყო, რა ვიცი, მეგონა რუსული სახელმწიფო კომპანიაც იყო. სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიები შემოდიან და იმ დროს როდესაც შენ სახელმწიფო კომპანიების შექმნაზეც კი არ ფიქრობ. ნუ წინააღმდეგ კი, თუმცა ზოგადად ესეთი პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული, რომ არა ვინ შემოდის, არ არის მნიშვნელოვანი, უნდა იყოს შემოიტანოს კაპიტალი და ეგ არის მნიშვნელოვანი და ამასთან ერთად
უნდა დავიცვათ ყველა საერთაშორისო ფინანსური რაღაც სისტემები, რომ არ დავარღვიოთ კონტრაქტები ინვესტორთან, ყველა ხელი შეუწყოთ ყველანაირად, მე არ გვიჩივლოს და წავაგოთ და არავის აღარ მოუნდება რომ შემოიტანოს აქ კაპიტალი და ასე შემდეგ. სხვათა შორის მივხვდეთ ერთი-ორი კომპანია რომ სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის, ანუ ვამბობ რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ეს არის დიდი რესურსები თუ არის რაღაც ნავთობი ან ასე შემდეგ, მაგრამ იქაც ძალიან FDI-ზე არიან გადასულები. აქ რო გვაქვს ამასთან ერთად რო გვაქვს ესეთი მართლა საშინელი ეკონომიკური წყობა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტორებს და ეგ არის მთავარი რომ ბაზარი შეიქმნას და მე ჩვენ უნდა შევეგუოთ რაც ბაზარი გადაწყვით, ხო? თუ გაგდებენ ჭიათურიდან და თუ გახდები რაღაც უსახკარო, ეს შენი ის არის, გადადის სხვა ქალაქში. ექსელში არც ბაზარი არა თავისუფლად. აი ის რაც აღწერილია თავისუფლად ბაზარში არ არის. თავისუფალი ბაზარი რას ვამბობ, იცი? ბაზარი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ბაზარი რომ მუშაობდეს, ვიდრე ხალხი. ჩვენ ყველა უნდა დავექვემდებაროთ ამ ბაზარს რა, ან შეიძლება ეს ბაზარი არ მუშაობდეს კარგად, ცუდი იყოს რაღაც, მაგრამ არ უნდა ჩავერიოთ რა, ანუ რაღაც მარტო ჩარევა ხდება იმ მხრივ რომ გააძლიერო ბაზარი, არა რომ ხელი შეუშალო კოლექტიურად რაღაც რომ მოითხოვ უფრო მეტი ხელფასი. სხვადასხვა ძალიან საინტერესო რაღაც არის marginal freedom ქვია რა, რაღაცა მარჟა თავისუფლების, რომ შეგიძლია ერთი სამსახური დატოვო, მეორეში გადახვიდე, მაგრამ არ გაქვს იმისი უფლება, რომ მოითხოვო უფრო მეტი ხელფასი ერთ სამსახურში რა, ეს არის ნეოლიბერალური თავისუფლება. ამით ესე ვთქვათ, თავისუფლების მარჟა. და როცა ყველაფერი პოლიტიკა, მთელი უნივერსიტეტი ყველაფერი ამაზე აწყობლია, რომ როგორ შევქმნათ ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაფუჭებს ბაზარს და სწორად ისწავლის, როგორ უნდა ითანამშრომლოს ბაზართან ერთად, ეს თუ არის, რომ ხოთი ადამიანის უფლებები მაგხრივ ხდება, რომ ინდივიდუალური უფლებები დაიცვას, რომ რაღაც ეს ინდივიდუალური უფლებები იმდენად არის რაღაც ჩანერგილი, რომ ესე იგი თუ შევხედავთ ხო უფლებებს, ადამიანის უფლებებს, ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა უნდა არ ჩაერიოს და ნახევარი პირიქით მთავრობა უნდა ჩაერიოს, რომ შექმნას და უშუალოდ შრომის პოლიტიკა გინდა თუ ისა რა ქვია, რა ვიცი, შვებულება გინდა თუ ასე შემდეგ. ანუ რეალურად უპირისპირდება ერთმანეთს ერთი დოკუმენტი Universal Declaration of Human Rights, რაც არის, ხო? და აქ არის მარტო ერთი მასე, რომ მთავრობამ არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებების განხორციელებაში და ჩვენ არასოდეს არ ვაქცევთ ყურადღებას იმაში, რაც მთავრობა პირიქით უნდა ჩაერიოს, რომ შექმნას ეს პირობები, რომ ჩვენ შეგეძლოს რა ვიცი, ადამიანურ ცხოვრება, ხო, რომ მართლა რომ თვითრეალიზმმა მივიღოთ, ეს თუ იქნება კოლექტიური, ეს თუ იქნება სოციალურად, ეკონომიკურად და ასე შემდეგ. ჩვენთან არის ყველანაირად მარტო ეს ნაწილი. მე მაქვს მაგალითი, რომ პრეზიდენტის ფონდი იყო მარგველაშვილის დროს და რაღაც შრომის იმაზე გვიძა ბუკლეტების გაკეთება, რომ აგვეხსნა პროკაში როგორ შეექმნათ და რაღაც ვეძებთ ვინ დააფინანსებდა და მივწერეთ პრეზიდენტის ფონდს, რომ მეთქი ესეთ რაღაც გაკეთება გვინდა მეთქი და ფულს თუ მოგცემ, რომ დავაკეთოთ და მომწერა, რომ ჩვენო ეხლა ადამიანის უფლებებზე მუშაობთო და არ ვაძლევთ სხვა ფულს გრანტებსო. მეთქი არ იცი, მეთქი რომ შრომის უფლება, რომ ადამიანის უფლება და არ ვიცოდნენ, ანუ ისე გიჟივე გონე, რომ შრომა რა შუაშიაო რა უფლებებთან. ხო, ანუ საერთოდ რას ლაპარაკობს? ეს იყო პრეზიდენტის ფონდმა მომწერა ესეთი რაღაც. და ხშირად მაქვს ესეთი გამოცდილება, რომ საერთოდ არ იციან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, რომ გვეკუთვნის. და ამასთან ერთად ეხა ეს თუ გინდა რომ USAID გინდა თუ რადიო თავისუფლება ხო ვაფშე ანაქრონიზმი არა, დიდი ხანი არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ მორჩა რა ცივი ომი და რატო გრძელდება ხო ეს ინსტრუმენტები? აი გეტყვია რომ დემოკრატიას ვავრცელებთ. ხო, ნუ ამ დემოკრატიის გავრცელებაში ხო ხედავთ რას ავრცელებენ ხოლმე, ნუ ეს დემოკრატია რეალურად გახდა ეს არის euphemism, რომ რაღაც სიტყვა დემოკრატია ნიშნავს, რომ ამერიკის ისა პოლიტიკა გაატარა, ხო, არაფერ შუაში არა დემოკრატია. დემოკრატია თუ გინდა, მაშინ ეკონომიკური დემოკრატიაზე მელაპარაკე და მართლა რაც შეცვლის. და ეს ბოდიში და საკუთარი რაღაცა მემარცხენე კლასიც რო ყავთ. კი და ამიტომ რომ ანუ მე ვფიქრობ, რომ მართლა სხვა შესაძლებლობა არ აქვთ მემარცხენეებსაც რომ სხვა ესწავლათ, იმიტომ რომ აქედან მოდის ფული, აქედან მოდის ცოდნა, აქ ყველა წინი რაც ითარგმნება, იბეჭდება, სულ ამაზე არის და ხა როგორ გაგიჩნდება სხვა იდეები თუ არ არსებობს მატერიალური რესურსები, რომ და ლეგიტიმაცია, ხო, საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რომ სხვა ისწავლო.
ძალიან მარტივად USAID-ის რო შემოიტანოს თუ სხვა იდეები, სოციალიზმი კარგიაო, ნახევარი ქვეყანა იტყვის, რომ სოციალიზმი კარგიაო, იმიტომ რომ იმდენი წიგნი დაიბეჭდება და იმდენი სიუჟეტი გაკეთდება და იმდენი გრანტი იქნება ამაზე გაცემული და იმდენი კვლევარს დაიქირავებენ, ყველა ამას მიუდგება რა. ანუ ძალიან ხელოვნურად შექმნილია ჩვენი ცოდნა ზოგადად საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ჩვენ რაღაც პატარა ვართ და ხო იცი, ან ვართ გავლენა. ცოდნა ჯერ შეკითხვა არის ამაზე, რამდენად აქ ცოდნა. მე უფრო რაღაცა პროგრამები მგონია. აქ ნუ ცოდნას ვეძახი, ანუ შეიძლება იყოს ისა. მესმის რაზეც ეძახი. რაღაც social engineering, რა სოციალური ინჟინერია. ხო, ანუ თელი ის არის. მაგრამ ესე არის, ნუ ცოდნა ხო არ არსებობს, მე არ მჯერა რომ ობიექტური ცოდნა არსებობს, ყველაფერი რაღაც მიკერძოებული არის რაღაცა თვალსაზრისით. და ესეც ცოდნა როგორც იქნება, სულ ამითი არის მოდებული რა, სულ ჩანს ყველაფერში, თუ ჯანდაცვის სისტემის კვლევას გააკეთებენ, თუ რა ვიცი, შრომის, ყველგან ჩანს, რომ რაღაც ერთი იდეის ერთგულები არიან. ყოველთვის ჯერათ, რომ კოლექტიური სოციალიზმი ცუდია, თავისუფალ ბაზრით რაღაცა მოგვარდება. ეხლა თბილისში რომ მიმდინარეობს აქციები. ჩვენთვის ყველაზე ისეთი სიმპტომატური იყო, რომ შეგიძლია თავრობის წინააღმდეგ გამოიყენო თუნდაც ჭიათურის საკითხი, ხო? და საშენოთ რაღაცა წარმოაჩინო. ხმას არ იღებენ აქ. ამ საკითხებზე ხმას არ იღებენ მთლიანად და ლოგიკა აქვს, იმიტომ რომ მე ყოველთვის ამბობდი, რომ ეს აქციები არის ლიბერალური აქციები. თავიდან ბოლომდე, ნუ ეგრეთ წოდებული საშუალო NGO კლასის ჯანყი არის სიამოვნებაში, რომელიც საერთოდ არაა დაინტერესებული სოციალური საკითხებით. კი. მაგრამ არც პოლიტიკური, აი როგორ გითხრა, სტრატეგიულად, ტაქტიკულად რო გამოიყო, სტრატეგიულად შეიძლება გამოიყო, ტაქტიკულად თუ გამოიყო, არც მაგას არ აკეთებენ. და ეს რითი აიხსნება, მარტო იმით აიხსნება, რომ აკრძალული აქვთ ეს რაღაც სოციალურ საკითხებზე ლაპარაკი თუ უბრალოდ იმ სათვალით უყურებენ ამ რეალობას, რომ ეს არ ჩანს მათ რეალობაში, როგორც პრობლემა, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემა. მე ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანები არიან, რომ ამას არ იყენებენ. იმიტომ რომ არ იყენებენ, ვერ გამოიყენებენ და იციან ზუსტად. მიუხედავად არიან ვიღაცები მემარცხენეები, რომელიც ამ აქციების ნაწილი, რომელიც უნდათ რომ ჭიათურად დააყენონ, ლიბერალები ჭკვიანები არიან. არასოდეს არ დაიცავენ ისეთ ან არ გაზრდიან გავლენას, რო ვთქვათ, ისეთი პოლიტიკის, რაც თვითონ არ ჯერათ და ეზიზღებათ. და ეს არის შრომელების პოლიტიკა, მაგათ ერთი საბჭოთა კავშირი ეზიზღება და შრომელებს უყურებენ და მაღაროელს ზოგადად ან ქარხნის მუშა ხო ეს არის საბჭოური რაღაც საშინელება. რეალ არ უნდა თუ არსებობდნენ ესეთი სამუშაოები, იმიტომ რომ მე ქმნიან ინდუსტრიულ მუშათა კლასს, ინდუსტრიულ მუშათა კლასი ეზიზღებათ, რომ ეს არის საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული. და თან ამათ ხო ცნობიერება აქვს და კოლექტიური და რაღაც სოციალისტური იბადება ამ საწარმოებში და ეს არ უნდათ, იმიტომაც ურჩევნიათ რომ იყოს რაღაც გლობუს კურიერები და ასე რაღაც სხვადასხვა მომსახურების სფეროები რომ გაჩნდეს, იქ ესეც ცნობიერება რთულია, ანუ რადგან ერთად არ არიან და ასე შემდეგ, უფრო სოლიდარობის კოლექტიური სოლიდარობა უფრო სუსტია. კი, ცნობიერება უფრო სუსტი არის მანდ. და მე რო ვიყო ლიბერალი, მეც არ გავაძლიერებდი სიმართლე გითხრა, ან სპეციალურად ეს ერთი რომ უნდა გააძლიერო მუშათა კლასის იდეები და არა, საბჭოთა კავშირსაც გააძლიერება ამით და ეს არა. და რეალურად არ ჯერათ, რომ ეს არის პოლიტიკის საგანი. როგორც გითხარი, ესენი არიან უფრო, ანუ ოცნება ხო ნეოლიბერალური იდეოლოგიის რეალურად შეიძლება არ ამბობენ ისე, მაგრამ ნეოლიბერალები არიან. ყველაზე ნაკლები მოდი ესე თქვა. რო ვთქვათ, გაუცნობიერებლად ნეოლიბერალები, იმიტომ რომ შეიძლება იდეოლოგები არ არიან, მაგრამ ჯერათ რა აქ უფრო. მაგრამ მე ოცნებაში რას ვხედავ, ხა გეტყვი. ოცნებას აქვს ესეთი მომენტი, რომ კი ის მშვიდობიანობის პერიოდში შეიძლება ნეოლიბერალური, მაგრამ კრიზისების პერიოდში ხშირ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ ისეთი რაღაცეები ოცნებისგან, რაც ნეოლიბერალებისთვის არ იყო დამახასიათებელი. ამიტომ ჩვენ რეალურად კი აღიაროთ, რომ ოცნება იყო ნეოლიბერალური, მაგრამ თუ კი სადმე მიდის ოცნება, არ მიდის მაინც და მაინც ნეოლიბერალიზმისგან, ყოველთვის იმის შანსი რომ წავიდეს სხვა მიმართულებით, ამის შანსი არის. გეთანხმები მაგაში და მე ვფიქრობ, რომ ისე შეიცვალა სოფლიო, რომ უჭირთ დაბრუნება ზუსტად იქ. ხო. ცოტა ანუ ჩვენც ხო სოფლიოს ნაწილი ვართ და რადიკალურად იცვლება ყველაფერი ყოველ დღე.
ვიღვიცებ და რაღაც სხვა რაღაცა მოხდა. რადიო თავისუფლად დაიხურა, ეგეთ რამე ვერც მოვითხოვდი, მეგონა შეუძლებელი, ხო, შეუძლებელი იქნებოდა. ანუ იმდენად რადიკალოდ იქცევა ტრამპი, რომ აი ყველაფერი იცვლება. მაგრამ თვითონ ოპოზიცია ბევრად უფრო ჯერათ ამ ნეოლიბერალიზმის. რამაც უნდა დაბრუნება 2018 წელს რომ დაუბრუნდეთ რა, ეს რო იყო ევროკავშირის გზა და ყველაფერი რაღაც მიყვებოდა მაგას და ასე შემდეგ. და ამათ თუ ნეოლიბერალები არიან და თან უფრო ჯერათ, ხო, ვიდრე ოცნებას ამ ხრივ, არ ფიქრობენ რომ შრომის პოლიტიკა, სოციოპოლიტიკა, რომ ეს არის პოლიტიკა. ანუ არ უნდათ პოლიტიკურ დღისწესში ამას არ დააყენებენ, რომ პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა არის, როგორც გითხე, არჩევნები, ეს არის რაღაცა უფლება, ძალადობა, ხო, ეს არის პოლიტიკა. ამის მიღმა სხვა არაფერი არ არის. და არც უნდათ რომ გააცოცხლონ როგორც პოლიტიკა. იმიტომ რომ ეგ ძლიერი იქნება, თან ყველა მიცის და თუ გჯერა ბაზრის, რომ სუვერენიტეტი ბაზრის ნეოლიბერალიზმის რაღაც მთავარი ისა მორალურად უნდა ჯეროდეს ბაზრის უპირატესობა. შენ იცი და ეს ამბობენ თვითონ ნეოლიბერალები, რომ ბუნებრივად ხალხი არის კოლექტიური. რა სოციალისტური ვართ ბუნებრივად. და სულ უნდა მკაცრად უნდა გატეხო ეს ხალხი, რომ არ იყვნენ ეგეთი ხო. და ხელს თუ შეუწყობ, რომ პირიქით ამას პოლიტიზირებას თუ გააკეთებ, რომ ეს ნაციონალიზაციას ითხოვენ ესენი ფონდს, რომ ესო ჩვენი მოპოვებული რაღაც ფული აქ დარჩეს, აი სულ აქვს ძალიან სოციალისტური მოთხოვნები. ამას როგორ დაუჭერს ნამდვილი ლიბერალი მხარს? მაშინ თავის თავს ესვრის ფეხში, ხო მაგას? და ამიტომაც მე ვფიქრობ ჭკვიანია რომ ამას არ იცავს. მე ვფიქრობ რომ მემარცხენე უფრო ჭკვიანები უნდა იყვნენ და აღარ დაიცვან ლიბერალური რაღაცები, რომ ჩვენი მხარე გავაძლიეროთ. ისინი თუ ფიქრობენ მე თუ ამათ მოკლებადიანი რაღაც იყოს რომ მე დამეხმაროს ეს სიტუაცია, მაგრამ გრძელვადიანში ესენი გაძლიერდებიან და ამიტომ ამას არ გავაკეთებ. აი, დრო სტრატეგიულად ფიქრობენ უფრო. მემარცხენეები დარბიან ყველგან. ოღონდ სადღე იყოს, აი, ყველგან ყველას ეხმარებიან. აი ეს არ არის პირიქით. მე ვფიქრობ უფრო მეტად უნდა იყვნენ ესენი სტრატეგიულები. აი, მოდი ესე ბოლოსკენ მივდივართ და ესეთ შეკითხვას დაგისვა. იმიტომ რომ ამაზე ხშირად მეც ვფიქრობ და ეს არის მოკლედ ის ახალგაზრდების აზროვნება, ინდოქტრინირებული ახალგაზრდების, ან რაც NGO-ებმა შექმნეს, იმ ცოდნებით, იმ სხვა საშუალებებით, ეხლა რა ვქნათ, ანუ როგორ გამოვიყვანოთ ამ რაღაცნაირად ინდოქტრინაციიდან და რაღაცნაირად სხვა ცოდნების ვაჩვენოთ. ეს წლებია რაღაცნაირად მინი დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება ვცდილობთ, მაგრამ აი როგორ გესახება ესეთ მძლავრი საშუალებები შენ, რომ ეს რაღაცნაირად გამოვიდეს და სხვანაირად დავიწყოთ აზროვნება. უფრო მოდი ესე ვთქვათ, ისე როგორც პრინციპი ჩვენი ტრადიცია. მე სიმართლე გითხრა, რატომ ვერ ვხედავ დაპირისპირებას კონსერვატივსა და სოციალისტს შორის. მე მგონია, რომ ჩვენი ტრადიცია ეფუძნება ამ კოლექტიურ რაღაც სოლიდარობას. მე მგონია, რომ ჩვენი ტრადიცია ეფუძნება ყველა იმ ძირითად პრინციპს, რა პრინციპებიც, რა ვიცი, სოციალიზმისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ვერ ვხედავ ამ წინა, მე რო ხა ინგლისელი ვიყო, შეიძლება გასაგებია, რომ ისე კონსერვატიზმი უპირისპირდება, ესე იგი, სოციალიზმს. შეიძლება გასაგები იქნება, მაგრამ ქართულ კონტექსტში ჩვენი ტრადიციები არის ამოსული, აი ამ რაღაცა სოლიდარობის, ურთიერთდახმარების, ადამიანური ურთიერთობების და ინდივიდი არ უყურებს. ჯერ საქართველოში ინდივიდის აბსოლუტურად სხვანაირი გაგებაა, ეს არ არის დასავლური გაგება, მაგრამ არ უყურებს მეორე ადამიანს როგორც მტერს. ეს არ არის რაღაცა გლების საზოგადოება რა, ეს არის რაღაცა სხვა ტიპის საზოგადოება. ამიტომ მე ვერ ვხედავ აი ამ ორ შორის რაღაცა დიდ წინააღმდეგობებას. კი, შეიძლება რაღაც საკითხში იყოს, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხში, რასაც ქვია სუვერენიტეტი, როგორც ეკონომიკური და ისე პოლიტიკური, მე ვფიქრობ, ეს ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ. და ეხლა ვხედავ, რომ ბევრი მემარცხენე არის იქ ლიბერალების გვერდზე. აი, ჯერ ერთი რა უყოთ ამ ახალგაზრდებს, როგორ დავანახოთ ეს რაღაცა სხვა ალტერნატივა და მეორე იმ მემარცხენეებსაც რა უყოთ, რომლებიც ლიბერალების გვერდზე არიან.
ანუ მე მგონი მნიშვნელოვანია რომ კონსერვატიზმი და ზოგადად აქაც თუ ჩამოყალიბდა მე ვხედავ ყოველთვის ლიბერალებს ძალიან ერთმანეთს ეხმარებიან იმ მხრივ რომ აი სენ თუ გამოვლენით ყველან რომ გეი პრაიდი გავაკეთოთ LGBT პრაიდი მე კონსერვატ გამოდინ და არა ანუ მთელ პოლიტიკას ერთმანეთს აშენებენ ხოლმე და ამიტომაც მე კონსერვატიზმი არის ლიბერალიზმის რეაქცია არის რა თქმა უნდა არის კი და ამიტომაც მე როგორც სოციალისტი არ მინდა საერთოდ ამაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ არც ერთი არა მნიშვნელოვანი ეხლა როცა ხალხს არანაირი რაღაც საჭმელი არ გააჩნია მომავალის იმედი არ აქვს და ხო იცი ანუ არაფერი არ აქვს და რაღაცნაირად ხედავ ანუ კულტურულ თემებზე სულ საუბარი ანუ ფარავს ბევრად უფრო მძიმე სოციალურ პრობლემებს, რომელიც მინდა რომ ჩემი ენერგია დავხარჯო ამ თემებში, რომ ავაშენო. რატომ არ გეთახმები ერთ სულ? იმიტომ რომ ნახე, ყველაფერი წაართვეს ამ ხალხს. დარჩა მხოლოდ რაღაცა ის ღირებულებებით საკითხი დარჩა, რომელიც მის ავტონომიაში იყო. ეხლა ამ ავტონომიაში შემოირჩნენ ისინი, ლიბერალები. და ცდილობენ რომ ეს კულტურული ცხოვრებას გადაუკეთონ. ანუ სოციალური კეთილდღეობა წაართვეს, რაღაცა მთელი რიგი ისინი წაართვეს, ერთადერთი რაც დარჩა და ეხლა ამ წინააღმდეგობით შესაძლებელი გახდა რაღაც სუვერენიტეტის მოპოვება. ანუ მინიმუმზე ვიყავით და ეხლა კონჩეტევაზე გადავედით. პირველად გადავედით ამ წლების განმავლობაში კონჩეტევაზე და რაღაცები მოვიპოვეთ და ამის შემდეგ შეიძლება, კი, მე ეს ვხედავ, ამის შემდეგ შეიძლება ამ სოციალური საკითხების გააქტიურება. და სოციალური საკითხი ვერ გააქტიურდება თუ ამ ადამიანმა დაკარგა ეს ბოლო ინსტანცია, რაც აქვს მის ღირებულებებით სისტემაში. თუ ამან დაკარგა ეს, შენ ჩათვალე რომ საბოლოოდ გაიმარჯვე ეს ლიბერალიზმი. მე ესე ვუყურებ. მაგიტომ არ ვეთანხმები რომ ეს ცალკე ბრძოლა და ეს ცალკე ბრძოლა. არ უყურებ მაგას როგორც ორ ცალკე ბრძოლას. მე ვუყურებ როგორც ცდელობას რომ ბოლომდე ის ავტონომიის მის აზროვნებაც შეცვალონ რა, ქართული ადამიანის აზროვნებაც შეცვალონ. უპირისპირდება ამას და ისე მე მგონი ამ ეტაპზე გაიმარჯვა ქართული. იცი ძალიან დიდი საუბარია. მე გეთანხმები რომ უნდა არსებობდეს ამასთან რაღაცნაირად მორალური ეთიკური ჩარჩოც. ხა რას ნიშნავს ქართულობა ცოტა ყველა სხვა იდეა აქვს და რთულია, იმიტომ რომ ხა მე შეიძლება უფრო ახლოს გცნობ საბჭო კავშირის წარსულთან ვიდრე 200 წლის წინ ხდებოდა ან და თამარ მეფე რო ყოველთვის ხდება რაღაც ჩვენი მთავარი რაღაც ისტორიული მომენტი თამარ მეფე. ესეც მგონია რომ პოსტსაბჭოთა ანტიკომუნისტური აზროვნების ჩამოყალიბება მოხდა, რომ ყოველთვის ვეძებთ ისეთ წინაპრებს, რომელიც კომუნიზმის ხო იცი კომუნისტამდე იყვნენ მთავარი. ანუ ამ ყველაფერს უყურებ როგორც ეს კაპიტალიზმის დანერგვა საქართველოში რომელმაც ყველანაირად თან ახლა რა ფორმით შემოვიდა და რა დღის წესრიგი ამისი განადგურება. ამაში გეთანხმები. თუმცა მე მირჩევნია, იმიტომ რომ მე რადგან სოციალისტი ვარ და მაქვს მე შემიძლია გავაკრიტიკო, რომ დაუშვათ შემოდის დაფინანსება ხილვადობაზე LGBT გრანტები, ხო? ანუ ის რომ შემოდის რომ მაინც და მაინც უნდა პრაიდი გააკეთო და არა რომ მინიმალურ ხელფასი გაზარდო ყველასთვის, რომელიც დაეხმარება LGBT თემს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი შეიძლება იყოს. ანუ მე ესე უყურებ, ხო? რომ შეიძლება მე გავაკრიტიკო, როგორ ეს შემოდის. მე შეიძლება გავაკრიტიკო, რომ ადამიანის უფლებები რო გახდა მარტო რაღაც მთელი რაღაც ქალთა რაღაც ფემინისტური მოძრაობა რო მიდის და რო ამარც რო ერთი ტრანზის და უშუალოდ აღება იმისი რა ქვია პირადობის რო ხდება მთავარი მომენტი საქართველოში მთელი 8 მარტის გამოხატვა მე არც საერთოდ არ ვარ ეს რა ქვია პრობლემა არ მაქვს არც LGBT არც ტრანსებთან მაგრამ ჩემთვის ხდება ეს პრობლემა იმიტომ რომ საქართველოს არის განადგურებული ქალები საერთოდ არ ჩანან ყველა ემიგრაციაში რომ მაინც და მაინც ქალთა დღე ერთ რაღაცა პატარა ვიწრო ჭრილში შეკავს რა ანუ მე შემიძლია ესე გავაკრიტიკო ბევრი რამე ამასთან ერთად მე არა მაქვს ის მოთხოვნა რომ თლიანად უარყვან წერო რაღაც რომ რაღაც LGBT არის ჩვენი დანგრევა და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ვხედავ რომ ოჯახი დანგრეულია საქართველოში, იმიტომ რომ ემიგრაცია ხო არ უნახავ დედებს, შვილები ესენ ყველაფერს ვხედავ ამას, რატომ არის ეს როგორ არის განადგურებული ზოგადად
ჩვენი ქსელებიც ხო ჩემი ოჯახი ძალიან ახლოს იყო საბჭოთა დროს ყველა ერთმანეთს ნახულობდით ეხლა არავინ აღარ ნახულობთ ერთმანეთს ყველა ცდილობს რომ გადარჩეს ზოგი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ანუ ამ ყველაფერს ხედავ და ვამჩნევ და მინდა რომ შევცვალო ხოლო მე ხედავ ამას როგორ ეკონომიკური სოციალური პირობები შევქმნა რომ ეს გავაძლიერო რომ თუ მე არ ვიდარდებ როგორ გადავრჩე და მე თუ არ მომიწევს რომ იტალიაში წავიდე და ვიმუშაო და ჩემი შვილი 14 წელი არ ვნახო უფრო ნაკლებად ვიგრძნობ თავს რომ რაღაც კულტურას მართმევენ იმიტომ რომ თუ მე ვისწავლე იტალიური და ჩემი შვილი წავიდა და ინგლისური და ენაც რო არ გვაქვს უკვე საერთო და მე სულ სხვა წესებზე ვარ მიჩვეულ ანუ იმდენად სხვადასხვა ქვეყნებში გადავედის მე იმიგრაციას დიდად ანუ ხედავ თავარ პრობლემად რა რომ მე ახლა იტალიაში ვიყავით და ველაპარაკეთ ძალიან ბევრ ქალს 7 ქალაქში რა ეს საშინელები ხდება 1 წლის ბავშვს რო ტოვებ მარტო ბებიასთან და მიდიხარ რომ იმუშაო და მე საბუთებს სანამ მიიღებ და შეიძლება ვერ მიიღო და 10 წელი ვერ ნახო შენი შვილი აი ძალიან მძიმე ახლა არანაირი ქართული ტრადიცია ამას ვერ ვიგებ როგორ გადაარჩენს ამას თუ არ შეუცვალე ეკონომიკური სისტემა მაგას ტრადიცია კი არ გადაარჩენს ესე ვთქვათ მაგას კონკრეტულად პოლიტიკა გადაარჩენს ანუ ეგ ორი სხვადასხვა ის არის სფერო არის მაგრამ აი მეორეს გეტყვი აი მოვიდა გავაშვი სკოლაში უნივერსიტეტში მოვიდა შენი შვილი და დარწმუნის მომენტები ხო ნახეთ აქციის დროს შოულები ისა რა ქვია შეარწმუნეთ და თუ ისა დაგმეთ შოულები და რა ну ახლა ერთი პრობლემა რა თქმა უნდა ემიგრაცია არის და სოციალური საკითხი მაგრამ მეორე პრობლემა ეგაც არის რომ ჩვენ და ჩემი შვილი რომ მოვა პირობითად ლიბერალების აღზრდილი იქ და დამიწყოს იმას რა ქვია დაგმობას ხო ეს არანაკლები პრობლემაა ხვდები არა მაგაში გეტყვი ეს კულტურული რევოლუცია არის საქართველოში რომელიც ძალიან საშინელებაა იმიტომ რომ ნიშნავს რომ ეზიზღება თხანშესული ხალხი ანუ ცოდნას პატივისცემას საბჭოთა კავშირის ცოდნას არავინ არ ცემს პატივს თუ იქ განათლება მიიღეთ მაგ დროს გონი ხარ რომ შენ დებილი ხარ ინგლისური თუ არ იცი კომპიუტერის გამოყენება თუ არ ითვლები ადამიანად ანუ იმდენი რამე ხდება აქ რომ არის სერიოზული ჩავარდნა და ესეც ანუ რა ვქნა მე ყოველთვის ამას უყურებ ეკონომიკურად რომ არიან 50 წლის ზემოთ ხალხი რომელიც ის უნარები ვერ ისწავლეს როგორც დაუშვათ ბერლინში რომ დადიოდნენ რაღაც სტუდენტები ხო რაღაც exchange პროგრამაზე და ანუ ეს ხო მიატოვა ყველა მთავრობამ რომ მათი უნარები არ ითვლება ვერ გამოიყენეს ხო თითქმის ყველაღაც პოლიტეკონომიკა დაამთავრა და ეხლა ეს არის მძღოლია ხო ანუ რამდენი ესეთი მაგალითია შემილია მოგიყვანო კომპიუტერის გამოყენება და ეს ტელეფონის არ იციან კარგად ენაც კარგად ანუ ინგლისური საერთოდ არ შეიძლება რუსული იციან ეს წაუგზავნეს რუსული არ შეიძლებაო ხო ძალიან ბევრი ხედავ მე ამას არა როგორც ანუ არც ვიცი რომ ლიბერალურია რომ ეს ძალიან ფაშისტური ის მიდგომას ვერ ხედავ რომ როგორ შეიძლება რომ ლიბერალური ფაშიზმი ხო რომ აი ხალხს ესე აგზნობინო რომ არავინ არ ხარ რეგიონში ცხოვრობ შენ ადამიანი არ ხარ ან ხო იცი თუ ყველა ვინც 50 წლის 60 წლის კაცი იყო რაღაც უყურებდი ბათუმალებს და გული შევწუხდი რა გული მეტკინა რომ რაღაც ხსნი და ძალიან დალაგებულად ძალიან წესიერი კაცი იყო და ეს კიდე პუტინის იმებს იმეორებ ვაფშე არაფერზე იყო პუტინზე ძალიან ჩვეულებრივ საუბრობდა რაღაც თავის ლოგიკით გამომდინარე ძალიან სწორ რაღაცას და იმე შენ იმას იმეორებ და აი რაღაცნაირად ეს მე უფრო ამას უყურებ რაღაც ანტირუსული ისტერია იმდენად არის გამიჯნული უკვე საქართველოში რომ მე მეშინია რომ ყველაფერზე შეიძლება რომ გელანდებოდეს რუსი აი სულ რუსი მე მეძახი ხოლმე პროფესორ მეცნიერებად რომ რა ვიცი რუსულიც ვერ ვისწავლე ყოველთვის მეზიზღებოდა ძალიან გამზარდეს ანტირუსულის მქონდა ხო ბავშვობიდან რუსულს ვერ ვსწავლე დღემდე მაქვს იმდენად ღრმად ზიზღი რუსულის რომ ვერ ვსწავლობ აი ვეცადე კიდევაც და ვერ გავაკეთე ამერიკაში გაზრდილი და ყველაფერი სადაც ვისწავლე ჩემი იდეები ამერიკული მემარცხენეობიდან მოდის ან და აქ რაც ჩემი რეგიონებში თუ მეშახტეებთან თუ სულ იქიდან მოდის და მე გავხდი რუსი და რაღაც აგენტი და ძალიან უცნაურია იმიტომ რომ საერთოდ პირველად რომ დამიძახეს აგენტი ხარ რაღაცა მე გამოშტერდი რა შუაშია საერთოდ აქ და უფრო ხედავ ანუ ამას რაღაცნაირად
მაგაში მე უფრო უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ეს არ არის. მე უფრო ვამბობ რაღაც ადამიანის უფლებები, რაღაც ხო იცი, რაღაც LGBT-ს სულ ეს მესმის ხომ, ეხა ალტინფოს მთავარი ის იყო, ხო იცი, ეგ იყო მთავარი მათი წამყვანი თემა და ეხა ესეთ რაღაცები მართლა მე არ მაინტერესებს. არ არის ჩემთვის ეს მე გავიზარდე ამერიკაში, სადაც პრაიდია ყოველ წელს და მე არანაირი გარყვნილი არა ვარ, ხო იცი, ანუ არაფერი არ შემიშალა. მაგრამ იქ არის დიდი ყველა არ ლაპარაკობს მაგაზე, მე ხა ლაპარაკობ, მაგ დროს საერთოდ არავინ არ ლაპარაკობდა და სხვა თემებიც არის წამყვანი და აქ რომ არის მაინც და მაინც რაღაცა კულტურის ნაწილი აი ეს ამაზე საუბარი დიდად არ ვარ ხოლმე მოტივირებული რომ ჩავერთო. შეიძლება სხვა გადაცემის სამსჯელოა უკვე კულტურული დაპირისპირებები და ღირებულებების დაპირისპირებები. იმაში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მთავარი არის სოციალური საკითხი, რომ სოციალური საკითხი არის ბაზა, რაზეც დგება ბევრი რაღაცა, რით ეს სწორდება, მაგრამ მე მგონია, რომ ამ სოციალურ ბაზას შექმნის ის ადამიანი, ვისაც აქვს არალიბერალური კულტურული იდენტობა, ესე ვიტყვი. ეგ შეიძლება მართალი არის, ანუ იმიტომ რომ ვისაც აქვს ლიბერალური კულტურული იდენტობა, ის პრინციპულად არ შექმნის ამ ბაზას. ეს პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ ბაზის შექმნას. ამიტომ ეს ღირებულება და სისტემა გონია, რომ არის საჭირო აი სოციალური სამართლიანობის რაზეც უნდა დაშანდეს ესეთ ღირებულების ადამიანებს, ესე მგონია. დიდი მადლობა. კი, მადლობა. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო. ისევ გავიმეორებ, რომ საჭიროა ერთი მხრივ როგორც პოლიტიკური სუვერენიტეტი, ისე ეკონომიკური სუვერენიტეტი. ამიტომ ჭიათურის საკითხი ეს არის ერთ-ერთი საკითხი ჩემი აზრით, რომელიც შანსს გვაძლევს გამოვიღვიძოთ და შევხედოთ რეალობას თვალებში და რეალობა ესეთია. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ნეოლიბერალური რაღაც ღირებულებები საქართველოს უბრალოდ ვერ გააძლიერებს. არამედ პირიქით დაასუსტებს. ამიტომ დაფიქრდეთ ამაზე, დაწერეთ თქვენი კომენტარები, დაწერეთ მოსაზრებები და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.